Postmodernizmis seni გადაედო ფოლკლორისტულ მეცნიერებასაც და ამ ბოლო დროს იწერება ისეთი ნაშრომები, რომლებსაც მე ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიტყვი, რომ სენი ყოველთვის მოეკიდება იმას, ვინ სუსტია ფიზიკურად, ვინ სუსტია მეცნიერებაში, ვინ სუსტია პოეზიაში და აი იწერება, რომ ჭორი არის ფოლკლორი. ეს დასავლეთში მიღებულია, დასავლეთის სამყაროში, მაგრამ ჩვენთან სადაც ცოცხალია ფოლკლორული შემოქმედება, ამისი აღიარება ყოველად შეუძლებელია, რადგანაც მართალია ჭორს ქმნის პოლკი, ანუ ხალხი, მაგრამ აი ამ ჭორში არ არის ლორე, ანუ სიბრძნე, არ არის სიბრძნე, სეიქარს რაც მოაქვს, ისევ ის მიაქვს. ფოლკლორული შემოქმედება არის მუდმივი, მარადიული, ღირებული და რეალური, ყოველთვის რეალური, არა ჭორის დონეზე დასული, არამედ რეალური. აი ერთ ფრთიან ნათქვამს გეტყვით ახლა, რომელიც აი აქ კულისების პირას მოვისმინე. გამოვიდა ჩვენი მეგობარი სვანი გოგონა, ნინო ლარცულიანი, მის შესახებ ლექსები წაიკითხეს, მანაც წაიკითხა და ჩვენს ერთ-ერთ შესაძლოა მეგობარს მზია მუსაშვილს ეუბნება თავისი თანასოფლელი ბიძინა მჭედლური. მზია, ეს გოგო როდის ჩამოდის ლაპანყურში? რაში გაინტერესებს? ეუბნება მზია. აცო, მაინტერესებს, ცოცხალ ქვრივი ვარ. თურმე მეუღლეს საბერძნეთში ყოლია. ამ სეძახის ცოცხალ ქვრივს. აი ეს არის ნამდვილი ფოლკლორი. ეხლა მე მინდა წავიკითხო კიდევ ლექსი. აი აქ არის შესანიშნავი მოლექსე სერა რუსულაშვილი, რომელიც ცნობილია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ვახუშტი კოტეტიშვილმა წარუდგინა ის საზოგადოებას და მას მერე მოდის მისი ლექსები. მისი ლექსები და ჩვენზეც და მიშა ღანიშაშვილზეც მან შექმნა ერთი კაფია. ეხლა მე ძალიან მომეწონა სერას რითმები, რომელიც ერითმებოდა სიტყვას ღანიშას. ამიტომ ჩემი პატარა პასუხიც აი ამ მსგავს რითმაზე ავაგებ. რაღაცნა რუსულაშვილმა თუკი სალექსო დაიშვა, მაგის კაფია მასმინეს, კინაღამ გული დაიფშნა, აეხლაც ღანიშასაგან ერთ მათრახ მაინც აიწნა. ლექსობა კაფიობაში არ შეიძლება ფერობა, შენი ჭირიმე, შენგენა ცვალე, უირა კარგი ხარ, უირა დიდებულია. არა, ისეთი უნდა უთხრა, რომ ისეთი მავნე სიტყვა უნდა უთხრა, რომ გაამწარო, გააღიზიანო და იმანაც მოგწეროს ან ზეპირად გითხრას კაფია. აი ეს არის ცოცხალი ტრადიცია კაფიობისა და პაეკრობისა, პოეტური პაეკრობის ცოცხალი ტრადიცია. მე წაგიკითხავთ ორიოდე ნიმუშს, მე და მამაჩემი ვიყავით ლაშარის ჯვარში სალოცავად. ეს არის 1991 წელი. მაშინ უკანაფშავის სოფლებში მანქანის გზა არ მიდიოდა, ბილიკები იყო და შეუდექით ამ ბილიკებს შუაფხოში გამოვართვით ერთ კაცს ვირი, თავისი ჩოკით, ჩოჩორით, ეს არ გაგიგვირდებათ კახელებს და წავედით, გავუყევით იმ ბილიკებს, წავედით ლაშარში სალოცავად. ავედით ლაშარში, ვილოცეთ, მეორე დღეს ჩამოვედით თამარ-დედოფლის სალოცავში, ვიყავით თამარ-ღელეში და მესამე დღეს ხოშარაში ვართ. დილა უნდა წამოვიდეთ ჩვენ სახლებში და ეს სახედარი თავისი ჩოკით, ჩოჩორით დავაბით სახლის ახლოს იმ ღამეს, რომ გელი არ მოსულიყო და არ შეეჭამა. მეორე დილით მეუბნება მამაჩემი, რომ გაიყვანეო, სოდომი არიანო, ამ ხრიოკ ბაქშიო, მოძოვონო და მერე მოიყვანეო. არა, მე მეუბნები, მალე წავალთ ეხლა. და მალე კი არა, მასპინძელმა იმდენ ხანს შევიყოლია, რომ 8 საათი გავიდა იმ ქეიფში და ის საწყალი ვირი თავისი ჩოჩორით ება და აპარტყუნებდა ყურებს და ვიყურებდა ჩვენ. მე წარმოვიდგინე თითქოს საძოვარში იყო ეს ვირი და უთხარი მამაჩემს ლექსად. ვირ დაგვრჩა საძოვარზე და გასუქდებოდა ტიალი. მამაჩემა შეუმხედა და მითხრა, არ ვიცი სად რა იქნება,
როყინ არ მესმის ღრიალი ცოტა ხანი გავიდა და მერე მამა ჩემი მეუბნება ეხლა წავიდეთ ტრისტანო როდის მოუხელავთ ვირასა ვითომ დაკარგულია მეუთხარი იქნება საძოვარშია კიოთ გადადის ყირასა მერე მამა ჩემმა მითხრა ერთ კვირას მაინც ვეძებოთ მოუხელავთ შაბათ კვირასა მერე მეუთხარი ადვილად ვიცნობთ იმასა იმის მოთეთრო ცხვირასა ეს ვირები ებდნენ იმ ბაქში და აპარტყუნებდნენ ყურებს ის საწყლები რომ გაიგო იმ ვირის პატრონს ხო გადაგვასახლებდა საერთოდ ეხლა ვახტანგ თვარელაშვილი იყო ერთ-ერთი უძლიერესი მოკაფიავე აღმოსავლეთ საქართველოში არა მარტო შავის არაგვის ხეობაში არამედ აღმოსავლეთ საქართველოში მე მინახავს ის როგორ უკლავდებოდა აი პირად კაფიაში ცნობილ მოკაფიავებს როგორ ამარცხებდა წამი კითხავს კიდეც დამიწერია და გამოვაქვეყნეთ მისი წიგნიც ლექსებით მომიგონებენ ერთხელ ვახტანგ თვარელაშვილი შუაფხოშია და ჩვენ ფოლკლორულ ექსპედიციაში ვიყავით ჩამოვედით საბაურთიდან შუაფხოში დაგვდნენ შუაფხოს ის მართველები დაგვდნენ და მოინდომეს რომ ჩვენთვის კარგი სუფრა გაეშალათ ვიკითხეს ცოტა ხანს დაისვენეთო ჩვენ დავისვენეთ მე ჩავედი არაგვის პირას ხელპირის დასაბანად და რო დავბრუნდი თევზით დავბრუნდი დიდი თევზით დიდი კალმახით დამშვენებული ეხლა არ ვიტყვი ეს კალმახი საიდან მოვიდა როგორ მოვიდა და მოვიდა მომაქვს კალმახი და არაფერი ანკესი არ წამიღია ბადე არ წამიღია სხვა რაიმე თევზსაჭირის საშუალება არ წამიღია მარტო პირსახოცი და საპონი მეჭირა და მოვდივარ მომაქვს კალმახი მოვუახლოვდი ამათ ვახტანგ თვარელაშვილი ზის გძელს კამზე იქვე სხედან შაველი მოხუცებით ახალგაზრდებით და კაცო როგორ დაიჭირე ეს თევზიო სულ მის მითხრა რა წარმოუდგენელია კაცმა ხელით დაიჭიროს კალმახი ეუთხარი რომ ხელპირს რო ვიბანდი მომყვავ კაცე ხელი და დავიჭირეო მიყურებს ეს ვახტანგ თვარელაშვილი და მეუბნება ალბათ სანსალა ეგონე ნაცვლულო სანსალა პატარა რომელიც ეტანება ეს წყლის ქვეშ ცხოვრობს რომელიც ეტანება თევზი და იგი მან გაიგო რომ მე ტყუილს ვამოვდი მე არ დამიჭერია ხელპირის ბანაში ის მაგრამ არ ვიტყვი საიდან ჩავიგდე ხელში და ეს კაცი მიხვდა მაშინ აი ასეთია ცოცხალი იუმორი ეხლა მე წავიკითხავ ერთი ხალხური მელექსის ჭრელა უძილაურის ერთ მშვენიერ ლექსს და ამით დავამთავრებ ჩემს გამოსვლას ტირი ჩამამდის ცრემლები როგორც ნაწვეთი კლდისაო თავ მებრალება იმითა ყოფილვარ შავი დღისაო ჯეილებ მეუბნებიან ჩვენთან გადმოხედ ბიძაო ისე ვარ ჯეილებთანა როგორც ოქროში ბრინჯაო ერთხელ კი მენაც მოვკვდები მოგებარები მიწაო გულსად გონებას შაგირებ მერე რაც გინდა მიყავო მეც იმას იქამ ნიადაგ რაც უწინ სხვისთვის გიქნაო მაგრამ ვერ ჩავწვდი სადა სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაო დამყვა სიკვდილის ყორანი თელი სიცოცხლემ ჯიჯგნაო